პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ სუსში გამოძიება დაიწყო. უწყებამ უნდა მოიკლიოს სურსათზე გაზრდილი ფასების მიზეზები. ირაკლი კობახიძე მიმართვაში კარტელურ გარიგებებზე საუბრობს და ფასების შესამცირებლად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას აანონსებს. ძიების პარალელურად კი ფასების შემცირების საკითხის შესასწავლად შესაძლოა პარლამენტში დროებითი კომისია შეიქმნას. მართლ გუნდში საკითხის აქტუალურობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მოსახლეობის საკეთილდღეო-თქმედითი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა და პრემიერმა ამ გამოწვევის ჯერ ესეთი სწორი შეფასებით და შემდგომ უკვე ამ გამოწვევაზე სამუშაო გზებიც დასახა და მე ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რაც შეეხება პარლამენტის ჩართულობაც, აუცილებლად პარლამენტში შეიქმნება სამუშაო კომისია, ჯგუფი ამასთან დაკავშირებით, რომელიც საკითხთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ, მათ შორის ბიზნეს წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს ამ საკითხის, ასე ვთქვათ, მოგვარებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ მაინც იქნება უფრო ძირითადად აქცენტი გაკეთებული, რომ სწორედ ბიზნესმა ნახოს ის რესურსი, რა რესურსიც საშუალებას მისცემს, რომ ბიზნესიც განვითარდეს და მოქალაქეებას შვება იგრძნონ ფასების, ასე ვთქვათ, რეალურ ნიშნულამდე დაყვანის კუთხით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ეხება ისეთ საჭიროებო თემას, რაც არის ქსელურ სუპერმარკეტებში ფასები, რომელიც აღემატება საშუალო სტატისტიკურ ევროპულ ფასებს, რაც ბუნებრივია აწვება ჩვენს საზოგადოებაზე, მის გადახდის უნარიანობაზე. საინტერესო წიაღსვლები ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, აქ შესაძლოა იყოს სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესების სფეროც, ყოველ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ შესაძლებელია ფასების რეგულირება და ეს ფასები არ უნდა იყოს ასეთი მასშტაბით დიდი, ამის შესახებ შესაბამისი მოკვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. სწორედ ამას ეხებოდა პრემიერ-მინისტრი და ჩვენ შემდგომშიც არაერთ ინიციატივას შევთავაზებთ საზოგადოებას, რომელიც ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.